ქედის სათემო რადიო, შენი ამბავი, ჩვენი ეთერი. აქ ქედა ლაპარაკობს, შენ უსმენ ქედის ხმას. მივესალმები ჩვენს რადიო მსმენელებს. ეთერშია ქედის სათემო რადიო, ქედის ხმა. მე მისი გადაცემის წამყვანი მადონა ფალავანდიშვილი გახლავართ. დღეს სტუმრად გვყავს ადამიანი, რომელიც ქედაში წლებია ჰუმანიტარულ საქმიანობას ეწევა. ის წითელი ჯვრის ქედის ფილიალის ხელმძღვანელია. გავიგებთ, როგორ მუშაობს წითელი ჯვარი ადგილობრივ დონეზე, რა საჭიროებებია და როგორი არის ზოგადად ქალი ხელმძღვანელის როლი ამ მიმართულებით. მოგესალმები ინგა, ძალიან დიდი მადლობა, რომ მოხვედი ოფისში, გვესტუმრე, ამ გადაცემაში იღებ მონაწილეობას. მადლობა პერიკით, მოწვევისთვის. მიხარია რომ ვარ დღეს თქვენი სტუმარი, თქვენი რადიოს ძალიან დიდ წარმატებას გისურვებ. და რა ფიქრობ, წითელი ჯვარი ქედაში აქტიურია, აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით. გვაქვს არაერთი გამოწვევა, არაერთი წარმატებული პროექტები და საქმიანობა და ვცდილობთ, რომ დავეხმაროთ როგორც ქედაში ცხოვრებ მოწყვა ჯგუფებს, ასევე განვითარება პოვოთ სხვადასხვა მიმართულებით. ამ საკითხებს უფრო სიღრმისეულად გადავალთ. დავიწყოთ სულ თავიდან, როგორ მოხდით წითელ ჯვარში? წითელ ჯვარში, როდესაც გავიგე, რომ იყო ვაკანსია წითელი ჯვრის მენეჯერის თანამდებობაზე, დიდი სურვილი მქონდა ყოველთვის, რომ ისეთ ადგილას ვემუშავა, სადაც შევძლებდი ზოგადად მოსახლეობას ან გარკვეული ნაწილის დახმარებას და როდესაც გავიგე ამ ვაკანსიის შესახებ, გამოვთქვი სურვილი, გავიარე გასაუბრება და დავიწყე მუშაობა. რამდენი წელია რაც ამ ფილიალის ხელმძღვანელი? 2021 წლიდან უკვე 4 წელია, მე-5 წელი დაიწყო, ვარ ამ ფილიალის ხელმძღვანელი. მე პირადადაც გიცნობთ და ჩვენი რადიო მსმენელები ალბათ იტყვიან, რომ ეს რადიოს წამყვანი ყველას იცნობს ქედაში და ასე შემდეგ, მაგრამ რეალურად ასეც არის. მაინტერესებს, აი გარდა იმისა, რომ ხარ ხელმძღვანელი რაიონში ასეთ მნიშვნელოვანი ორგანიზაციის, შენი ყოველდღიური ცხოვრება როგორ იწყება? ჩემი ყოველდღიური ცხოვრება არის ძალიან აქტიური, იქედან გამომდინარე, რომ ვარ დაოჯახებული და მყავს ბავშვიც, რა თქმა უნდა, დილა იწყება სკოლით, ბავშვის მომზადებით, შემდეგ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებით და მთელი დღის განმავლობაში, ასე რომ ვთქვათ, ვარ აქტიურად ჩართული სხვადასხვა როგორც საყოფაცხოვრებო საქმიანობაში, ასევე სამსახურეობრივ საქმიანობაშიც. ჯერა იმის, რომ როგორც სამსახურში ხარ წარმატებული, საოჯახო მიმართულებითაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ართმევ თავს ამ ყველაფერს. ვცდილობ ყველაფერს გავართვა თავი და ამის გარდა მაქვს ჩემი პატარა ჰობი, რომელსაც ასევე ვახორციელებ და ვფიქრობ, რომ ასე თუ ისე ვართმევ თავს ყველაფერს. ბატონო, ვიცი ულამაზესი ნამუშევრები გაქვს, მაგაზეც კითხავ მოგვიანებით. აი ჯერ აქცენტები გავაკეთოთ წითელ ჯვარზე. რას აკეთებს წითელი ჯვარი ქედაში? აი ამაზე რომ მოგვიყვეთ. მოგეხსენებათ, წითელი ჯვარი ეს არის ჰუმანიტარული ორგანიზაცია, სახელმწიფოს დამხმარე ჰუმანიტარული ორგანიზაცია და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენი ძირითადი მიმართულება არის ჰუმანიტარული მისია სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის. გარდა ამისა, უკვე განვითარდა წითელი ჯვარი და ამ ეტაპზე არის იმ საფეხურზე, რომ ჰუმანიტარული მისიის გარდა სხვა სერვისებიც მიაწოდოს მოსახლეობას. ეს არის საგანმანათლებლო, ახალგაზრდული განვითარების მხრივ სხვადასხვა ღონისძიებები იმართება, არაერთი გადამზადება და ტრენინგები იმართება და ასევე არის უამრავი გასვლითი პროგრამებით, რომლებითაც სარგებლობენ ჩვენი მოხალისეები და აქტიურად არიან ჩართულები როგორც სოციალურ ღონისძიებებში, ასევე საგანმანათლებლო ღონისძიებებში. ბატონო, მე რომ ეხა თქვენს გვერდს ვავლებ თვალს და ქედაში განხორციელებულ აქტივობებს, ნამდვილად ეს შეიმჩნევა და ის მუხტი რაც გაქვთ, ის ექნას ღმერთმა, რომ არ დავარდნილიყოს. ვცდილობთ ამისთვის მუშაობთ. რომელ ჯგუფებთან მუშაობთ? მესმის, რომ არის ჰუმანიტარული ორგანიზაცია. ხომ არ გყავთ რაღაც კონკრეტული ჯგუფები, თქვათ, ხანდაზმულები? წითელი ჯვარი სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს და ვეხმარებით ყველას, ვინც არის მოწყვლადი ჯგუფი. ეს შეიძლება იყოს ხანდაზმულები, ბავშვები და ასევე შეიძლება იყოს ის კატეგორია მოსახლეობის, ვისაც არც ხანდაზმული, არც ბავშვი ყავს, მაგრამ რაღაც მოვლენებიდან გამომდინარე, ან სტიქიური უბედურებიდან გამომდინარე, აქვს მოწყვლადი კატეგორიას, არის მოწყვლადი კატეგორია და საჭიროებს ჩვენს დახმარებას. აქედან გამომდინარე, ხო ამ
კატეგორიის მიმართულებით მუშაობთ აქტიურად. პროექტებზეც რომ გააკეთოთ აქცენტები, რა პროექტები გაქვთ მიმდინარე, რომელსაც ახორციელებთ ქედაში კონკრეტულად? ძირითადი პროექტი, რაც გვაქვს ამ ეტაპზე და რომლითაც ხელმძღვანელობთ, ეს არის ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაფინანსებული წითელი ჯვრის პროექტი, რაზეც აქტიურად მუშაობთ. ასევე გარდა ამისა გვაქვს შვეიცარიის მიერ დაფინანსებული პროექტი, ეს არის ბინაზე მოვლის ინტეგრირებული მოდელი მარტო ხელა ხანდაზმულებისთვის. ჩვენ მერიის მიერ დაფინანსებული პროექტის პარალელში დავდივართ, ყავს მარტო ხელა ხანდაზმულები და უკვე პროფესიული მიმართულებით განვითარდით და დონორის მიერ ყავს ქონდა ექიმის ვაკანსია, ავიყვანეთ ექიმი და ახლა მარტო ხელა ხანდაზმულებს, ვისაც მოხალისეები ეხმარებოდნენ, ახლა უკვე სამედიცინო მიმართულებითაც უწევთ ამ პროექტის პარალელში დახმარებას. ყავს ექთანი, რომელიც ყოველ კვირეულად შესაძლოა ყოველდღეც კი მივიდეს და დაეხმაროს სამედიცინო მიმართულებითაც და ასევე სასიცოცხლო მნიშვნელობის კონტროლი გაუკეთოს, წნევის გასინჯვა იქნება თუ სხვადასხვა და ამ ხრივ ეხმარებით ხანდაზმულებს. ძალიან კარგია, მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ ამის მოყოლიდან გამომდინარე. ეხლა ალბათ ლოგიკური გაგრძელებაც იქნება შემდეგი კითხვა, ურთიერთობებზე მინდა გკითხოთ, როგორი ურთიერთობები გაქვთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან? აი ჩვენი გადასახედიდან თუ ვისაუბრებთ როგორც სათემო განათლების ცენტრი, ჩვენი არც ერთი გრანდიოზული შეხვედრები, რაღაცა მნიშვნელოვანი ღონისძიებები თქვენს გარეშე არ ჩავლილა. ამ ეთერის საშუალებით მინდა კიდე მადლობა გითხრათ ამისთვის, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვან წვლილს და როლს თამაშობთ იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა იცოდნენ პირველი დახმარების შესახებ. ბევრი ტრენინგი გაგვივლია თანამშრომლებსაც აქაურს და მადლობა გულწრფელი ჩვენგან. და ეხლა ურთიერთობებზეც რომ ესაუბროთ. ურთიერთობებიდან გამომდინარე გეტყვით, რომ როგორც წეღან აღნიშნეთ, წითელი ჯვარი ეს არის სახელმწიფო დამხმარე არასამთავრობო ორგანიზაცია და აქედან გამომდინარე აქტიური თანამშრომლობა გვაქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ეს არის ყოველდღიური თანამშრომლობა, ნებისმიერი ეს ჰუმანიტარული მისია იქნება თუ სხვადასხვა მიმართულებით მოწყვა ჯგუფებზე დახმარება, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს მერიის თანამშრომლობასთან თანამშრომლობით ვაკეთებთ. და ეს აქტიური თანამშრომლობა გვაქვს. ამას გარდა გვაქვს არაერთ ქედაში არსებულ სხვადასხვა ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობა, როგორც აღნიშნეთ თქვენთან, ნამდვილად დიდი სიამოვნებით თანამშრომლობთ და ჩვენთვისაც დიდი პატივია. თქვენ ყოველთვის გვიწევთ. ამას გარდა კი რამდენი არის ქედაში არაერთი ორგანიზაცია, რომელთანაც აქტიურად თანამშრომლობთ, ასევე ძალიან აქტიურად თანამშრომლობთ რესურს ცენტრთან, სკოლებთან, ყოველთვის საინფორმაციო შეხვედრებზე და ტრენინგებზე გავდივარ სკოლებში და ასევე კარგი თანამშრომლობა გვაქვს ადგილობრივი ბაღების გაერთიანებასთანაც. და ვცდილობთ, რომ ჩვენი ინფორმაცია ის რაც კი შეგვიძლია რომ მივაწოდოთ მოსახლეობას, აქტიურად თანამშრომლობთ ამ ხრი ყველასთან. ძალიან მისასალმებელია ეგ ამბავი. და კარგია რომ სახელმწიფო სტრუქტურები გამომდინარე იქედანაც რომ სახელმწიფო ორგანიზაცია დამხმარე ორგანიზაცია თანამშრომლობთ ფინანსური მხარდაჭერაც აქვს და ასე შემდეგ, მაგრამ აი რა მაინტერესებს თუ არიან ქედაში კერძო ბიზნესები თქვენი მხარდამჭერები, თუ გრძნობენ ისინი სოციალურ პასუხისმგებლობას? აი ბევრი ხომ გადაახვალი არის, საწარმოებია, ქარხნებია, რაღაცები არის, თუ არიან მხარდამჭერები? როგორც ასეთი, ანუ შემომწირველი ბევრი ყოფილა, ჩვენ არაერთი საქველმოქმედო ღონისძიება გაგვიმართია და ამ ღონისძიებაზე მოწვეული ვინც ყავდა ბიზნესმენები აქტიურად იყვნენ ჩართულები და ჰქონია შემოწირულობაც ამ მხრივ, მაგრამ როგორც ასეთი კონკრეტულად შემწეობისთვის არ მიგვიმართია ჩვენ პირადად, რომ მიგვიმართა, ვფიქრობ, რომ არ იქნებოდა ანუ უკავშირი იქნებოდა დადებითი თავისთავად ვფიქრობ ამაზე, მაგრამ ჩვენს მიერ გამართულ საქველმოქმედო ღონისძიებებზე, რომელიც ჩვენი მოსახლეობის და სახმარებლად არაერთხელ გამართულა, ყოველთვის იყო აქტიური მხარდაჭერა ბიზნესმენებისგანაც, ადგილობრივი მაცხოვრებლებისგანაც, ვისაც ვიწვევდით, ყველა ჩვენს ორგანიზაციასთანაც, ადგილობრივი ხელისუფლებას, კულტურის სახლი თუ ყველა ორგანიზაცია აქტიურად ერთვება ამ მიმართულებით და გვერდში გვიდგარს ყველა. ხო, კარგია, თუმცა მნიშვნელოვანი არის ისიც, რომ წითელმა ჯვარმა თუ არ მიცა
როგორ თქვა ხა ოფიციალური სახე ამ საქველმოქმედო აქციისა მაგამდეც რომ ხდებოდეს კერძო სექტორის დახმარებას, იმიტომ რომ რეალურად იმ ადამიანებამდე მიდის ეს შემოწირულობები, ვისაც ნამდვილად სჭირდება და ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს ამის შესაძლებლობა და საშუალებაც, რომ ანუ ყავს თანამშრომლები, რომლებიც პირდაპირ წესით ხდება ადამიანებთან გასაუბრება და სურვილის შემთხვევაში თუ იმ ადამიანს აქვს სურვილი, ხდება წითელი ჯვრის დონორი, მისი მონაცემები აისახება წითელი ჯვრის ბაზაში და ყოველთვიურად გარკვეული თანხა ჩამოეჭრება ანგარიშიდან. ეს რა თქმა უნდა, ამ პიროვნების ნებას სურვილზეა და კეთილნებაზეა დამოკიდებული. ასე რომ ეს შესაძლებლობაც გვაქვს. იმედი მაქვს, რომ ასეთი ადამიანების რიგი გაიზრდება და რა. ეს საკმაოდ კარგი მომართვიანობა არის და იმედია, რომ უფრო გაიზრდება ეს სურვილი. საინტერესოა ეს ამბავი არ ვიცოდი. კი, ნამდვილად ეს. მეც ვეცდები, რომ ჩემი თვიური შემოსავლები ისე დავგეგმო, რომ თქვენს მიმართულებითაც მადლობა უღრმესი. წვლილი შევიტანო ამ საზოგადოებრივ საქმიანობაში. ეხლა რა მაინტერესებს, კარგად ვსაუბრობთ ამ ამბებზე, რომ კარგ საქმეებს აკეთებთ მესმის, მაგრამ ეხლა გამოწვევებიც არსებობს, ხომ რეალურად, აი ამაზე რომ მესაუბრო, რა გამოწვევებს ხედავ? რესურსები ერთია, ფინანსური თქვათ. ადამიანური რესურსების პრობლემაც ხომ არ არის? რესურსების პრობლემა რა თქმა უნდა არის როგორც ფინანსური, ასევე შესაძლოა იყოს ადამიანური რესურსების ნაკლებობაც. იქედან გამომდინარე, რომ წითელი ჯვარი ეს არის მოხალისეობრივი ორგანიზაცია და დიდ ძალას წარმოადგენს მოხალისეები, რა თქმა უნდა. და ხშირი მიგრაციიდან გამომდინარე ხდება ესე, რომ გადამზადებული კვალიფიციური მოხალისეები მიდის ქალაქში ან სხვა ტერიტორიაზე სამუშაოდ და აქედან გამომდინარე ხდება ყოველდღიური გადამზადების და ყოველდღიური გაზრდის პროცესში ვართ, რომ ერთი რო წავა მოხალისე მის ადგილზე სხვა მოვიდეს, რომ არ დაიღოს ეს ბალანსი და მივაწოდოთ ის რესურსი და საჭიროება მოსახლეობას რაც ჭირდება. აქედან გამომდინარე ამ მიმართულებით გვიწევს ხშირი მუშაობა და ხშირი კომუნიკაცია. თვითონ მოხალისეებიც კი ცდილობენ, რომ თავიანთ მეგობრები მოიწვიონ, გადაამზადონ და ამას გარდა დიდ გამოწვევას წარმოადგენს ის, რომ მოგეხსენებათ ქედა ეს გეოგრაფიულად ისეთ მდებარეობაში, რომ საკმაოდ შორის სოფლები და დაშორებული გვაქვს დაბიდან და აქედან გამომდინარე რიგი ღონისძიებების დროს ეს იქნება ჰუმანიტარული აქცია თუ თუნდაც სატრენინგო შეხვედრები, გვაქვს ტრანსპორტირების პრობლემა ძალიან ხშირად. ვცდილობთ, რომ არ ვიყოთ მხოლოდ დაბაზე დამოკიდებული და მოვიცოთ მთელი რაიონი და გავიდეთ სხვა თემებში და სოფლებში, მაგრამ ამ დროს გვექნება ეს პრობლემა, რომ ტრანსპორტი არ გვყავს და ვცდილობთ კეთილი, ანუ მეგობრების, ნათესავების თუ კეთილი ხალხის იმედად ვრჩებით, რომ ვინმე იქნებ გამოყოს დრო მცირედი, რომ მიგვიყვანოს დანიშნულების ადგილზე და წამოვიდეთ ისე უკან. იქედან გამომდინარე, ჩვენ ატრიბუტიკა და ნივთების, რაც გჭირდება ტრენინგისთვის საკმაოდ მოცულობითია და იქედან გამომდინარე, რომ ტრანსპორტი, ანუ სამარშრუტო ტაქსი ვსაუბრობ, ყველა სოფელში არ დადის იმ დროს, რა დრო ჩვენთვის არის მისაღები, საკმაოდ პრობლემას წარმოადგენს ეს. მესმის ამბავი, ჩვენი გადაცემები რაღაც ლოგიკურ ჯაჭვში გამოდის, იმიტომ რომ მე სტუმრად ვყავდა ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმოს დირექტორი, რომელმაც ასეთი ეგრეთ წოდებული ანონსივით გააკეთა, რომ შემოდის ქედაში, როგორ თქვა, მიკროავტობუსები, რომლებიც ისეთ დაშორებულ სოფლებსაც მოემსახურება, რომელიც არის დანდალო ერისის ხეობა და ასე შემდეგ და შეიძლება ამ მიმართულებით თქვენი პრობლემა გადაწყდეს. აღნიშნავ აქვე, რომ ასევე სატრანსპორტო სამსახურთან აქტიურად თანამშრომლობთ და ჩვენი თხოვნის საფუძველზე, რომ ამ შინმოვლის პროექტში ჩართული ხანდაზმულები, ეს არის ძალიან დაშორებული სოფლებიდან ეს ხანდაზმულები და ტრანსპორტის გარეშე მართლაც გვიჭირდა გადაადგილება. აქედან გამომდინარე, თხოვეთ სატრანსპორტო სამსახურის უფროს და მისი კეთილინებით გამოგვიყო ტრანსპორტი, რომელიც ემსახურება ექიმს და როცა ექიმის საჭიროება არ არის, რომ ტრანსპორტით ისარგებლოს, მაშინ ჩვენ ვსარგებლობთ და მართლაც მადლობელი ვართ ამისთვის, რომ ამ საქმეს ეს რო ტრანსპორტი რომ არა ვერ გავაკეთებდით ნამდვილად. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა
რაღაცა მიზნის მისაღწევად ეს ჯაჭვეის რგოლები ერთმანეთთან ჭიდროდ კი, ნამდვილად თანამშრომლობა თანამშრომლობით ურთიერთობაში. ხო, ახლა ჩვენ ვახსენეთ მოხალისეები, მოხალისეობრივ საქმიანობაზეც არის დაფუძნებული ძირითადად წითელი ჯვარი და რადიო მსმენელები ახლა ვერ დაინახავენ ჩვენს სტუდიაში რა ხდება, თუმცა სტუმრად გვყავს ინგასთან ახავს წითელი ჯვრის მოხალისეები ქედიდან, ესენი არიან ნინი კონცელიძე და ირინა მგელაძე. მაინტერესებს თქვენი ემოციები ზოგადად, რას ნიშნავს თქვენთვის მოხალისეობა, რას აკეთებთ წითელ ჯვარში. რომ გაგვიზიაროთ თუ შეიძლება. ზოგადად მოხალისეობა დიდი ხანია მინდოდა ბავშვობაში, მაგალითად წიგნებში რომ ხედავდი, რომ ეს მოხალისე ამ საქმეს აკეთებს, მეც რატომღაც დავინტერესდი, რომ ყოფილიყავი მოხალისე გამეკეთებინა რაიმე კარგი საქმე და ამით ადამიანებს დავხმარებოდი გამებედნიერებინა და მეც სულელი შემეტანა მათ ბედნიერებაში და აღმოაჩინე წითელი ჯვარი და ძალიან ბედნიერია, რადგან წითელმა ჯვარმა ძალიან ბევრი რამ შემასწავლა, ბევრი გამოცდილებაც მივიღე, ბევრ ამასაც ვსწავლობ და მოკლედ ძალიან მომწონს ეს საქმე, მაგალითად ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვარ წითელი ჯვრის მოხალისე. მართალია ბევრი რამე წნეხიც გადაგვაქვს ერთად, მაგრამ ეს არაფერი არა, რადგან მე ძალიან მომწონს, იმიტომ რომ ვაკეთებთ კარგ საქმეს და ზოგადად ადამიანებთან კომუნიკაცია მე ძალიან მომწონს და ესეც ძალიან მეხმარება, რომ შევეძინე ბევრი მეგობარი კომუნიკაციով ესეთ ადამიანებთან, რომლებთანაც კომუნიკაცია ადრე არ შემეძლო, მაგალითად მოხუცები, რომლებიც ძალიან მიყვარს ის ხალხი, რადგან ცხოვრებაში ბევრი რაღაც გადაუტანიათ და შემდეგ რომ რჩებიან მარტო რაღაცა ხშირდებათ განსაკუთრებული ზრუნვა. კი და მე ძალიან მომწონს, რომ ზრუნავთ მათზე და არის შესაძლებლობა, რომ დავეხმაროთ, მცირედით მაინც გავაბედნიეროთ, ანუ შეიძლება დავეხმაროთ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც უჭირთ და მე ეს ძალიან დიდ ბედნიერებას მანიჭებს და მოკლედ ძალიან მომწონს ეს საქმე და მადლობელი ვარ იმ ადამიანების, რომლებსაც შეაქვთ წვლილი ამ ყველაფერში. მადლობა ირინა, ჩემთვის ბევრ ამის ემოციების გაზიარებისთვის, ძალიან მნიშვნელოვან აქცენტებს აკეთებ. და ყველა გადაცემაში მაგას ვამბობთ, რომ აი ყოველთვის მტკიცდება, რომ ქედა არის სიყვარული და აქ ადამიანები სიყვარულით აკეთებენ საქმეებს და თქვენი ეს მოხალისეობრივი საქმიანობაც რეალურად ამ ყველაფრის გამოხატულება. ნინი, თქვენ რას გვეტყვით მოხალისეობაზე, რა ემოციები გაქვთ? იყო მოხალისე არ არის ძალიან მარტივი, იმიტომ რომ ძალიან ბევრ სირთულეს წარმოადგენს, რადგან იყო პერიოდები, როდესაც არ იყო გზები, იყო დიდი თოვლობა, იყო დაზიანებები სხვადასხვა და ანუ ვერ ვახერხებდით ისეთ აქტიურობას ხალხთან, ანუ როცა შეგვიძლია ეხა რომ გზები არის და ანუ არ ვიყავით იმდენად აქტიურები, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდებოდით, რომ ყველაფერი გაგვეკეთებინა, მათთან მივსულიყავით და გვხმარებოდით და წვრილი შეგვეტანა მათ ბედნიერებაში და ანუ არ ეგრძნოთ თავი მარტო იქ სამთარში მყოფ მოხუცებს და ანუ იმის გამო რომ ეხა მარტო არიან იმდენი რაღაცის გადატანის შემდეგ ეს მარტოობა არ ეგრძნოთ და ჩვენ რომ მათთან ვიყავით და ვეხმარებოდით და ისინი რომ ბედნიერები იყვნენ ეს ემოცია ჩვენზეც მოქმედებდა და ანუ ამ ჩვენი სიკეთის ფონზე ძალიან ბედნიერები ვიყავით ჩვენც. ჯერა ამის, იმიტომ რომ როცა ადამიანი სხვა საბედნიერებ თავად ორ მაგას ბედნიერად გძნობ თავს, ასეა ყოველთვის და თქვენ შემთხვევაშიც ასე იქნებოდა. კარგია რომ მოხუცებზე ზრუნვა, თქვენ ხო არა მარტო მოხუცებზე, მაგრამ რადგან ხა აქცენტი უფრო მოხუცებზე გადავიტანეთ, თქვენი ასე ვთქვათ ყოველდღიურობის ნაწილია და თქვენი ბებია ბაბუების სიყვარულიდან გამომდინარე ამ სიყვარულს სხვის ბებია ბაბუებსაც უზიარებთ. მადლობა ჩართვისთვის და ამ გადაცემაში მონაწილეობისთვის. ეხა ისევ თქვენთან გადმოვალ კითხვით და თან დასასრულისკენ წავიყვანთ ამ გადაცემას, რას ნიშნავს ზოგადად, როცა მუნიციპალიტეტში გაკისრია ჰუმანიტარული მისია, აი როგორც ქალს. ეს ნამდვილად დიდი პასუხისმგებლობა, მოგახსენებათ ჰუმანიტარული მისია ეს ვერ განსაზღვრა ვის როგორი ტიპის დახმარება ჭირდება, ეს დავცდილობთ რომ მაქსიმალურად განსაზღვროთ, მაგრამ არის კატეგორია სამწუხაროდ ვერ მოიცავ მთლიან სფეროს და შეიძლება ვიღაცა გამორჩეს ან ვიღაცას ვერ მოხდეს ამ სიაში და ხშირად არის რომ გულის ტკივილით მოგმართავენ, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ყველა დავაკმაყოფილოთ და ქალი, ანუ როგორც ქალი რო განვიხილოთ ამ პოზიციაზე, ვფიქრობ, რომ ამ ხრივ
არ შემქნია წინააღმდეგობა, რომ რადგან ხალი ვარ ამას ვერ გავაკეთებდი, ნამდვილად არ ყოფილა პირიქით, როცა რომ კომუნიკაციაში შევდიოდი ვიღაცასთან, რომ დახმარება მჭირდებოდა თუ რაღაცა, უფრო მეტი გულისყურით, მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ, რომ მარტო როგორ ხელით ხო არ წაიღებ, მარტო ხო არ წახვალ და პირიქით უფრო ხარდაჭერა და გვერდში დგომა უფრო მეტია, თუნდაც მოსახლეობისაგან, თუნდაც მუნიციპალიტეტის საგარეო ტრანსპორტირება ყოველთვის ამანათების დროს აქტიურად გვეხმარებიან და ერთობლივად ვარიგებთ ყოველთვის ამანას და ვფიქრობ, რომ როგორც ხალი ამ სტატუსით პრობლემა არ შექმნია ამ საქმიანობას. ძალიან კარგია, მას მიდგომა რომ არსებობს ქედაში და ამდაგვარი პრაქტიკას გვიზიარებთ. ჩემი გადაცემების ეს 6-ეული თითქმის ამით ამოიწურა. რა თქმა უნდა, ადამიანები ქედაში ბევრი არიან, რომლებიც ქედას არ ტოვებენ, ან ქალაქიდან ქედაში დადიან სამუშაოდ, მაგრამ რადგანაც ამ 6-ზე შევაჩერე არჩევანი. ერთ-ერთი თქვენ ხართ, რომელიც ბათუმიდან ქედაში დადის, ქედელი ხართ, მაგრამ გადაცხოვრდით ბათუმში და იქიდან აქ დადიხართ სამუშაოდ და ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. ერთი ეს პროფესიული ამბები და მეორე არის თქვენი შემოქმედებითი უნარი და ამ რაღაცა როგორ თქვა ძალიან გულში ჩამწვდო ნოტაზე დავასრულოთ ეს ჩვენი გადაცემა. ვიცი რომ ულამაზეს ნივთებს აკეთებთ, ჩანთებს, თვითნასწავლი ხართ და ამაზეც გვესაუბრეთ. კი, ნამდვილად ვარ დაინტერესებული და ჩემი ერთ-ერთი ჰობი იყო გადაცემა, რომ რაღაც ისეთი რაღაც შემექმნა, რაც ჩემი სულის გამოძახილი იქნებოდა და მე თვითონაც მომწონს. ამ ეტაპზე ვქცევყა ეს ნაღით და ვამზადება აქსესუარებს. გარდა ამისა, სხვადასხვა მიმართულებითაც მუშაობ და ესეთი კავშირი აღმოვაჩინე ჩემს ჰობსა და სამსახურს შორის, რომ ვცდილობ ჩემი იდეა, ჩემი მოწონება და ის რომ მე რაღაც მომწონს, სხვასაც გადავცევ, ასწავლო და ერთ-ერთი კარგი შესაძლებლობა აქვს, ანუ ამ მიმართულებით ჩემ მოხალისეებს სრულიად უსასყიდლოდ, რასაც შესაძლოა სხვაგან ფინანსური მხარე დაჭირდეს, რომ შეისწავლონ. ჩემს მოხალისეებს, წითელი ჯვრის მოხალისეებს ქედაში სრულიად უსასყიდლოდ აქვს, სხვადასხვა მიმართულებით ვასწავლი, სანთლების ამზადება იქნება თუ ეხლა ვიწყებ თაბაშირზე მუშაობას, რასაც სრულიად უსასყიდლოდ ამას ისევ წითელი ჯვარი გვეხმარება, რომ ჩვენ მიმდინარე პროექტიდან გვაქვს შესაძლებლობა მსგავსი ნივთები შევიცნოთ, რაც გჭირდება სამუშაოდ და ჩემ ცოდნას ვიყენებ, რომ ბავშვებს შევასწავლო შემდგომი პროფესია, შეიძლება შემდგომ გამოადგეთ ის, რომ სრულიად ახალი მიმართულება აღმოაჩინონ თავიანთ თავში და შეისწავლონ ეს მიმართულება. რაც შეეხება ჩემს საქმიანობას, კი ეს არის უფრო გატაცება, ჯერ ბიზნეს ვერ ვიტყვი. და თავისუფალ დროს აქტიურად მუშაობ ამ მიმართულებითაც. ხო, გადაცებას ეძახი, მაგრამ ისეთ ხარისხიან, ლამაზ ნივთებს აკეთებ, რომ დიდი სიამოვნებით შევიძენდით თქვენგან. კარგი გინაცვლ. ჩვენი გადაცემა ამით დასასრულს მიუახლოვდა რა, პრინციპში დასრულდა. ძალიან დიდი მადლობა მონაწილეობის მიღებისთვის. ჩემთვის თქვენ ხართ ის ხალი, რომელიც პროფესიის მიღმა ძალიან საინტერესო არის. საინტერესო თქვენთან საუბარი. იმ შინაგანი სიღრმისეული ემოციების გაზიარება, რაც გააქვთ ხელსაქმესთან მიმართებაში და ასე შემდეგ. გისურვებთ, რომ თქვენმა წითელმა ჯვარმა ქედაში დიდხანს იარსებოს, იმიტომ რომ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ ისეთი მოწყვლადი ჯგუფებისთვის, როგორც არიან ხანდაზმულები, შეიძლება ძალადობის მსხვერპლი ქალებიც, რა ვიცი, შეიძლება ამ მიმართულებითაც მუშაობდეთ. ღმერთმა არ ქნას, რომ ასეთი ფაქტები იყოს, მაგრამ შეიძლება დადგეს ეს რეალობაც. წარმატებებს გისურვებთ და მინდა რომ იყოს დიდხანს და ჩვენი ორგანიზაცია მიმართულებით თუ შეგვეძლება რაიმე აუცილებლად ვითანამშრომლებთ და ვიქნებით ქედის განვითარების და მხარდაჭერის სადარაჯოზე. მადლობა უღრმესი ნამდვილად თქვენ მოწვევისთვის, ნამდვილად იმისთვისაც დიდი მადლობა, რომ ყოველთვის გვერდში გვიდგარხართ. ყოველ ღონისძიებაზე რაც კი ოდესმე დაგვიგეგმია ამ მოკლე დროში 4 წლის განმავლობაში ყოველთვის იყავით ჩვენს გვერდში. არაერთ საქველმოქმედო გამოფენაში ღებულობდით მონაწილეობას, რისთვისაც მადლობას გიხდით თქვენ. ასევე მინდა საჯაროდ გადავუხადო მადლობა ყველა მოხალისეს და განსაკუთრებით ქედის მოხალისეებს, მათი თავდაუზოგ
გავიშრომისთვის იმ წვრილისთვის, რაც ქედის წითელი ჯვრის განვითარებაში შეაქვთ, ნამდვილად რომ არა ეს მოხალისეები არ იქნებოდა ამ ეტაპზე და ასევე მადლობას გადავხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც მცირედი წვრილი მაინც შეიტანა ჩვენს გვერდში დგომისთვის დახმარებაში და ვცდილობთ, რომ შევასრულოთ ის მისია, რაც გვაკისრია. ისურვებ წარმატებებს, მადლობა. ჩვენს რადიო მსმენელებს კი შევახსენებ, რომ ეს არის ქედის სათემო რადიო, ქედის ხმა. სათემო რადიო ქედის ხმაში ევროპული ამბების დროა. დღეს უნდა გესაუბროთ, როგორ მუშაობს წითელი ჯვარი ევროპის ქვეყნებში, კერძოდ კი გერმანიაში. გერმანიის წითელი ჯვარი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და კომპლექსური ჰუმანიტარული ორგანიზაცია მთელს ევროპაში. მისი საქმიანობა ფართო სპექტრს მოიცავს. გადაუდებელი დახმარება, ჯანდაცვა, სოციალური მომსახურება, კატასტროფებზე რეაგირება, მიგრანტებისა და ლტოლვილების მხარდაჭერა და ასე შემდეგ. გერმანიის წითელი ჯვარი 1864 წელს დაარსდა და ის ერთ-ერთი უძველესი წითელი ჯვრის ორგანიზაცია. წევრთა რაოდენობა დაახლოებით 3 მილიონზე მეტია, თანამშრომლები 180,000-ზე მეტი და ის ძირითადად ფინანსდება სახელმწიფო კონტრაქტებით, დონაციებით, წევრული შენატანებით და საკუთარი კომერციული მომსახურებით, მაგალითად მოხუცთა სახლები. გერმანიის წითელი ჯვრის ძირითადი საქმიანობის მიმართულებებია სასწრაფო და გადაუდებელი დახმარება. გერმანიის წითელი ჯვარი ოპერირებს სასწრაფო დახმარების მანქანების, სამაშველო ჯგუფებისა და კატასტროფებზე რეაგირების სპეციალური ერთეულების მეშვეობით. გააჩნია ჰუმანიტარული დახმარების საწყობები და ლოჯისტიკური სისტემები. ასევე მუშაობს ლტოლვილებისა და მიგრანტების დახმარების მიმართულებით. 2015 წლის მიგრაციული კრიზისის დროს გერმანიის წითელი ჯვრის საზოგადოებამ შექმნა დროებითი თავშესაფრები ათასობით მიგრანტებისათვის. უზრუნველყო კომუნიკაცია, რეგისტრაცია, სამედიცინო დახმარება, თარჯიმნები და ფსიქოლოგები დაიქირავა და უზრუნველყო მიგრანტების ფსიქოლოგიური და თარჯიმნით მხარდაჭერა. წარადგინა ინტეგრაციის პროგრამები, ენის კურსები, სამუშაო ბაზარზე ინტეგრაცია და კულტურული განათლების მიმართულებით. ასევე მუშაობს ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების მიმართულებით, მაგალითად, ავადმყოფთა ტრანსპორტირების სისტემა შექმნა, საავადმყოფოების, კლინიკებისა და რეაბილიტაციის ცენტრებით, მოხუცთა სახლებთან და შეშმო პირების მომსახურების ცენტრებთან ერთად. და ასევე უდიდესი წვლილი შეაქვს პირველი დახმარების სწავლების მიმართულებით. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანიზაცია ქვეყანაში, რომელიც ატარებს პირველად დახმარების ტრენინგებს ზოგადად საზოგადოებისთვის და ასევე პროფესიონალებისთვისაც და ასევე მისი ერთ-ერთი მიმართულება არის დონორობის მიმართულებით. აი კონკრეტულად გერმანიის წითელი ჯვარი ძალიან დიდ როლს თამაშობს სისხლის გაღების ეროვნულ სისტემაში. დღევანდელი რადიო გადაცემა ამით დასრულდა, შევხვდებით მომავალში. ახალი თემებითა და ახალი სტუმრებით.